ახლა ვეცდები მოვყვე ისტორია თუ გამომივიდა, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია და ემოციურის ასე მოყოლა უფრო რთულია ვიდრე წიგნში აღწერა. ამ წიგნში აღწერილი. ვინმეს თუ მოგინდებათ წაკითხვა ელექტრონულს ამ ვიდეოს ქვეშ ლინკს დავდებ. ბეჭდური ძალიან ცოტა დარჩა ამოიყიდა რაც მქონდა და რაც მაგ დარჩენილი დაახლოებით 10 ცალია ის ძალიან ძვირად იყიდება. ძალიან ძვირად ვინმეს ყიდვა თუ მოგინდებათ მომწერეთ და ისე ელექტრონული ვერსია იქნება ლინკი ვიდეოს ქვეშ. ისტორია იმაზე თუ როგორ მოხვდი პირველად ჩემ სოფელში. პირველად რა, ანუ ახლა დიდობაში უკვე ოკუპირებულ სოფელში როგორ მოხვდი პირველად. ეგრევე რო დავიწყე სიარული, მაშინვე ვერ მოვახერხე, რო შევსულიყავი ვარჩაში, ვარჩია ჩემი სოფელი გულრიფშის რაიონში. სიარული დავიწყე 16 წლის აპრილში, aprilis ბოლოდან და ვარჩაში მოხვდი 17 თებერვალში, ანუ თითქმის 1 წელი გავიდა. იქ რო ხარ კი თითქოს მოძრაობ როგორც გინდა და არ გერჩიან თუ მაინც არ ხარ ამოჩემებული არ ყავ და მაშინ მეჯერ ამოჩემებული არ ყავდი არავის წიგნი რო დავწერე მე ამომიჩემეს და YouTube-ი რო შევქმენი მე ხო საერთოდ ამომიჩემეს და ამომიჩემეს და ის რთულია მოყოლა წერა ბევრად უფრო ადვილია. ხო, ცოტა შორიდან. უკრაინაში რო ჩავედით ჩვენ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ მე ვიყავით 11 წლის, 12 წლის იქ გავხდი. რო ვყვებოდი იქ ეზოში ახლა ბავშვები ჩემს ეზოში ვინც გავიცანი თუ კლასელები თუ ვიღაცები რომ აი საქართველოსთან ვარ რომ ომი იყო და ამ ომის დროს როგორი თავგადასავლები მქონდა ან როგორ ცხოვრობდით და რაღაცა ძალიან რთულად დასაჯერებელი იყო ეს რატომღაც ჩემ გარშემო ბავშვებისთვის და რაღაცა თითქოს ფანტაზიორობ და ცოტა ისე სასაცილოდ მოსასმენი იყო რატომღაც და რაღაც პერიოდის მე შევწყვიტე საერთოდ ამაზე ლაპარაკი. რო არ ლაპარაკობ, მე ნელ-ნელა თითქოს ქრება ეს შენი წარსული. რო არ აი ხმამაღლად რო არ იხსენებ და გარშემო რო არ ყავს ესეთ ადამიანები, ვისაც შენთან ერთად შეუძლია რაღაცის გახსენება, ვისაც მოუყვები და ის დაგიდასტურებს, რომ კი ნამდვილად ასე იყო, ესე იქ ხო ვიყავით, აქ ხო ვიყავით, ეს ხო ვაკეთეთ. ასეთი ადამიანები როცა არ ყავს, წარსული მე რაღაცნაირად ნელ-ნელა იშლება გონებიდან. და ზაფხული იყო 2016 წლის ზაფხული. პირველად დავრჩი სოხუმში, ჩემით, ანუ სასტუმრო ოთახი ვიქირავე ისე. და ქალაქის იმაზე სანაპიროზე არის ასეთი ადგილი ბრეხალოვკა. ყავის თავშეკრებ იმასაც თამაშობენ ხოლმე დომინოს თამაშობენ, ჭადრაკს თამაშობენ და ისე თავშეყრის ადგილია და თან ყავას სვამენ. ქალები იშვიათად დადიან, მანდ უფრო ესეთი კაცების თავშეყრის ადგილია და რომ მოვედი, ყავა ავიღე, დავჯექი. გარშემო არავინ არ იყო ჩემს გარდა ქალი. და გვერდით მაგიდაზე იჯდა 3 ძალიან მოხუცი კაცი, აი ძალიან მოხუცი, არ ვიცი როგორი აი ძალიან დამჭკნანი, ძალიან მოხუცი, გეგონებოდა 100 წლის იყვნენ, ისეთი მოხუცები იყვნენ. და რაღაცას ლაპარაკობენ გრუზინი, მე ამ გრუზინის მეტი ვერაფერი სხვა სიტყვა ვერ გავარჩიე. და ავდექი ჩემ მაგიდიდან მივედი მათ მაგიდასთან და მეთქი ძალიან მაინტერესებს რაზე საუბრობთ და თუ შეიძლება თქვენთან დავჯდები მოგისმენთ. კიო შვილო დაჯექიო. შეწყვიტეს საუბარი, მანამდე რაზეც ლაპარაკობდნენ. და მე მეკითხებიან ახლა შენ საიდან ხარო? მეთქი მე ვარჩიდან ვარ.
მიყურებენ და გეტყობაო რომ შენ ახლა ვარჩეში არ ცხოვრობ. მეთქი არა, ახლა ვარჩეში ვერ ვცხოვრობ. და ვარჩიდანო საიდანო ვინ არიანო შენი დედის გვარი, მამის გვარი მეთქი, მამა ჯანაშია დედა სიჭინავა, მე სიჭინავას ვიცნობდიო ვარჩეშიო. ასე და ასეო იქ მან რასაზე დიდი თეთრი სახლი ქონდაო ლამაზიო. ესეთი ყველაზე პოპულარული სახლი იყო. მთელი საბჭოთა კავშირი ჩამოდიოდა რომ იმ სახლთან ფოტო გადაეღო ჩემს ბავშვობაში. ისეთი ლამაზი იყო. მეთქი კი მე იმ სახლში გავიზარდე, ეს კაცი ბაბუა ჩემი იყო, ეს ბაბუა ჩემის აშენებული სახლია მეთქი და გამოდის რომ მე ბაბუა შენს ვიცნობდიო. რაც მე იმ მომენტში ვიგრძენი ძალიან რთული გადმოსაცემია. აი როდესაც ვითომ რაღაცა რაც შენ იმის გამო რომ დავიწყებული გქონდა, იმის გამო რომ არავინ არ ყავს გარშემო ადამიანები ვისთანაც ამასთან ბევრს ილაპარაკებ და რაღაცა მაშინ ჯერ დედა ჩემი ახალ ჩამოსული იყო თბილისიდან და დედა ჩემის სამეგობრო ძალიან მყავდა გარშემო ეს გაცნობ ხალხი. ახლა ძალიან ბევრი მყავს ვიღაცებს ვიცნობ უკვე ვარჩიდან დრანდიდან და სხვა ჩვენი გარშემო, იმიტომ რომ დედა ჩემმა შემოიკრიბა ეს ხალხი გარშემო და მეც გავიცანი, გავიხსენე ძველი ჩვენი მეზობლები და მანამდე ანუ უკრაინაში იყო დედა ჩემი და მე აქ რომ მარტო ვიყავი, ეს ხალხი გარშემო არ მყავდა. ამიტომ ის დავიწყებული როგორც მქონდა უკრაინაში დაახლოებით ისე ვიყავი მე აქაც თბილისშიც. და უცებ ამ კაცმა რო თქვა რომ კიო ეს ყველაფერიო დამემართა რაღაცა ვითომ ჩემი სიზმრები და ჩემი ფანტაზიის ნაწილი რო გეგონა ძალიან ბევრი წელი, ისეთი რაღაცა უცებ ვიღაცამ დაგიდასწურა რომ კი ეს ნამდვილად ასე იყო, ეს არსებობდა, ეს არის მე ამ ადამიანებს ვიცნობდი, ეს სახლი მართლა შენია. აი ეს რომ მითხრა რაღაცნაირად ჯერ ერთი ხო წელში გავიმართე. უცებ ასე ფრთები გამომესხა. და იმის მერე ქალაქში და საერთოდ ქუჩებში რო დავდიოდი, სულ ისე დავდიოდი. ზოგი მეუბნებოდა ისე დადიხარ რომ ვითომ ეს ქუჩები ბაბუა შენმა იყიდაო. ეს იყო ერთი ისეთი მომენტი, რომ ასე ვთქვათ, გარშემომყოფებმა დამიდასტურეს, რომ კი, ნამდვილად ეს ჩემია, მე აქაური ვარ. და მეორე ეს იყო ივლისი თუ აგვისტო. გავიდა მე კიდე ბევრჯერ ჩავედი, მაგრამ ვერასდროს ვერ მივაღწიე ჩემს სოფელში რომ ჩავსულიყავი. ეს სახლი რომელიც ტრასაზეა, ამას ხშირად ხედავ, ანუ გალიდან სოხუმამდე რომ ჩახვიდე, აუცილებლად უნდა გაიარო ეს სახლი და ამ სახლს ხედავ. მაგრამ მამა ჩემის სახლი მეორე, ანუ ის ვარჩეში, რომელიც ზღვასთან ახლოს ქონდა, იქ ვერაფრით ვერ მივაღწიე. და დადგა როგორც იქნა ეს დრო 2017 წლის თებერვალია. რატომღაც ვერ ვიპოვე მაშინ ისეთი სამარშრუტო, რომელიც პირდაპირ ჩემს ზღვაზე მიდიოდა და ჩემს სახლთან, მე უფრო გვიან აღმოვაჩინე და აღმოჩნდა, რომ ამ სამარშრუტოს მძღოლი ის კაცია, ვინც ჩემს სახლშია შესახლებული თან. და წავედი გალის მარშრუტკით და ჩემი ანუ სოფლის შესახვევთან ჩამოვედი და მე ანუ ზღვამდე კიდე 2 კილომეტრია ტრასიდან. ჩამოვედი აქ და რომ შევაბიჯემ ჩემს შესახვევში. აი ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ რაღაცას მკვდარს ვაღვიძებ. რაღაცას ვაბრუნებ ისეც, რაც დიდი ხანია გამქრალია, რაც მარტო ჩემს სიზმრებში არსებოდა, ჩემს რაღაცა ძალიან ღრმა მეხსიერებაში, რომელიც უკვე იმდენი წელი გავიდა, რომ არარეალურიც კი გგონია, რომ შენ თვითონ არ გჯერა, რომ მართლა შენი ბავშვობა მართლა ასეთი იყო და უცებ შემოდიხარ აი ამ შენს ბავშვობაში. გარშემო ყველაფერი ისევ ისეთია და ყველაფერს ადევს რაღაცნაირი 30 წლიანი სიკვდილის ფენა.
და შენ შემოდიხარ და ეს ყველაფერი ცოცხლდება და იღვიძებს და ნელ-ნელა ვითომ ეს 30 წელი უკვე აღარ არსებობდა. საოცარი შეგრძნება, საოცარი არ მჯეროდა ეს დავდიოდი და ღმერთო ეს ადგილი მართლა არსებობს, ანუ მე არ მომიგონია, ეს ჩემი ფანტაზია მხოლოდ არ ყოფილა, ეს რეალური ადგილია. მე დავბრუნდი. მიდივარ, ახლა უფრო ვუახლოვდები ჩემს სახლს და სუნი. უცებ რომ მეცა ჩემი სახლის სუნი. ესე იგი ჩემ სახლს როგორი სუნი აქვს თან ანუ თებერვალი იყო და ზამთრის სუნი მეც ახლა ზაფხულის სუნი მეცემოდა და ასეთი თოვლის ცივი ზღვის და მანდარინის სუნი რაღაცნაირად ერთმანეთში ავრე ეს თოვლის სუნი მოდის მთებიდან მთებზე ხო სულ თოვლია და ეს მთები გადმოყურებს იქიდან ზემოდან ამ ვარჩას გუდაუთის მთები აქ ქვემოთ ჩვენ მანდარინი გვაქვს და იქიდან ზღვა უბერავს საოცარი სუნია და უცებ მებერება ფილტვები და მინდა ბღავილი აი ბღავილი მინდა იმისგან რომ ვერ ვიტევ სიხარულს რაღაცა გაღვიძების ემოციას ტკივილს ყველაფერი ერთდროულად და სკდები ამ დროს და ანუ ვერ გამოხატავ ამას ყველაფერს იმიტომ რომ ანუ ისე უნდა იარო რომ არაფერი არ უნდა შეიმჩნიო რომ შეგამჩნიო და აღარ რომ გაიგონ რომ შენ აქაური მაცხოვრებელი ხარ ძველი და სახლის სანახავად მოხვედი ან რამე შეიძლება პრობლემები შეგექმნას და მოკლედ თან თავს ვიკავებ თან ეს ყველაფერი აი ძალიან ისეთი მოკლედ გასკდომაზე ვიყავი მოვდივარ და უცებ მოვუახლოვდი უკვე ჩემს ეზოს, ვხედავ სამი მანდარინი კიდე დარჩენილია ხეზე. და ეს ცოტა აუძვერი ღობეზე ეს მანდარინი მოვკრიფე, შევჭამე. აი მაშინ გადავწყვიტე, რომ მანდარინი უნდა დავრგა. წიგს ამიტომ ქვია მე დავრგავ მანდარინს. მივდივარ ახლა ვუახლოვდები ზღვას უნდა ვიბანაო. ანუ მოვდივარ იმ გადაწყვეტილებით, რომ ჩემ ბავშვობის ზღვაში უნდა ვიბანაო. და ზღვასთან დაახლოებით 8 წლის ვიყავი მე, რომ დაიწყეს შენება სანატორიუმის და მაშინ ჩემ თავს ვუთხარი, რომ გავიზრდები, რომ მე ეს სანატორიუმი უნდა ვიყიდო და იქნება ჩემი კერძო სასტუმრო. ამ სანატორიუმმა მუშაობა ვერ მოასწრო ომის წინა დღეებში შეიტანეს ავეჯი სრულად მორჩნენ რემონტს ყველაფერი ახლა უნდა გახსნილიყო უნდა დაიწყო მუშაობა ისე დაიწყო ომი ძალიან ლამაზი ავეჯი შეიტანეს მაშინ მახსოვს და ვუახლოვდები ახლა ამ ჩემს სასტუმროს რომელიც როდესაც უნდა ვიყიდო და უცებ აღმოჩნდა ეს სასტუმრო არის ზღვის პირდაპირ ზღვას უყურებს თითქმის პლაჟზეა და მე ხო საბანაოდ მოვდივარ და აღმოჩნდა რომ ამ სასტუმროში განლაგებულია რაღაცა სამხედრო ნაწილი და ეზოში დგანან ასე ჩამწკრივებული არიან და რაღაცა ის აქვს здравия желаем товарищ ვიღაცა და დილის შეკრება თუ რა ვიცი მე რა ჯანდაბა ქვია ასეთ შეკრებებს გარეთ რო გამოდიან ასე მწკრივში რო დგებიან და რაღაცეებს რაპარტუют და მეთქი მე ხო უნდა მებანავა და ახლა ესენი აქ დგანან მთელი როტა თუ რა ჯანდაბაც არის მე ახლა როგორ ვიბანაო თან საჭირო კოსტუმი არ მქონდა არაფერი არ მქონდა წამოღებული პირსახოციც კი არ მქონდა ვფიქრობ ახლა რა ვქნა და მეთქი ჯანდაბას არ მაინტერესებს ეს ჩემი სოფელია, ჩემი სახლია, ჩემი ზღვა. მე აქ იმისთვის მოვედი რომ ვიბანაო და ამათ არსებობა მე აქ ხელი ვერ უნდა შემიშალოს, არ უნდა შემიშალოს, რაც უნდა ის იფიქრონ. მოკლედ გავიხადე, ვიბანავე. ამოვედი. და აი გაბრწყინება თუ შეიძლება რომ რამეს დაარქვა, ეს იყო ის რაც იმ მომენტში მე მჭირდა მე ვიყავი აბსოლუტურად
გაბრეწყინებული და ბედნიერების შეგრძნებას არ ქონდა არანაირი ზღვარი. აი ჩემი ბედნიერება იყო სამყაროს ხელა და სამყაროზე უფრო დიდიც. საერთოდ galaktikებს იქით გავიდა. აი ასეთი უზარმაზარი ბედნიერების გრძნობა დამეუფლა. დავწევა ახალსა და ვამბობ ღმერთო მე აი ახლა რასაც ვგზნობ ამაზე უკეთეს ცხოვრებაში ვერასდროს ვერ ვიგრძნობ. ამაზე ბედნიერი ვერასდროს ვერ ვიქნები. ამიტომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მე მისია შესრულებული, მაგრამ ისვისაც დავიბადე ეს მომენტი იყო. ყველაზე ბედნიერია რაც კი აქამდე მქონდა და რაც კი აწიროდეს მე მექნება. ამის იქით ბედნიერება უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ შეგიძლიათ წამიყვანო მეთქი, მე ახლა რომ მოვკვდე, საერთოდ არანაირი პრობლემა არ მაქვს. დიდი სიამოვნებით მოგყვები, სადაც წამიყვან. თანახმავარ, რომ ამით დასრულდეს ყველაფერი, იმიტომ რომ სრულ ბედნიერებაში ვარ და უზომოდ კმაყოფილი წავალ საიქიოში. ნუ წევარ, ახლა არაფერი არ ხდება, არც ესენი არ მაქცევენ ყურადღებას, არც არავინ არაფერს არ მეუნება, არავის არანაირი პრეტენზია არ აქვს. არავინ არ მეკითხება ვინ ხარ, რა ხარ, საიდან მოხვედი, აქ რატო ბანაობ ახლა. და წევარ გავიდა 10 წუთი, 15 წუთი, ოკეი, ისინი მორჩნენ იქ თავის რაღაცეებს, ცერემონიალებს, შელაგდნენ და მეთქი, კაი, თუ ასე დამთავრდა, რომ ღმერთმა მე ახლა არსად არ წამიყვანა. ბრუნდები მაშინ ქალაქში და ალბათ მაშინ ჯერ გააზრებულად არა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ალბათ იმ მომენტში მივიღე გადაწყვეტილება, რომ იქაურობა უნდა დავიბრუნო. ანუ მანამდე არ ვფიქრობდი იმაზე, რომ შემიძლია საერთოდ დაბრუნებაზე ვილაპარაკო, ან ვიოცნებო, ან როდისმე მეგონოს, რომ ეს შესაძლებელია. აი მანამდე ამის მერე ნელ-ნელა, იმიტომ რომ რამდენიც ვიარე, ყოველჯერ იქიდან წამოსვლა ძალიან რთულია. ურთულესია იქიდან რომ მოდიხარ. სულ მოდიხარ ტირილით. და მე ერთ მომენტში გადავწყვიტე, რომ არ უნდა მოვდიოდე იქიდან. ეს იყო 2017-ის თებერვალი და 2019 წელი იყო უკვე დეკემბერი, როდესაც გადავწყვიტე, რომ პოლიტიკაში უნდა წავიდე იმისთვის, რომ დეოკუპაცია გავაკეთო, იმიტომ რომ არავინ ჩემს გარდა ამ ქვეყანაში ამის გამკეთებელი არ არის. 2019 წელს არ იყო უკრაინაში ომი და დეოკუპაცია ისეთი აქტუალური, როგორც ახლა არის და როგორც უკრაინის ომმა გახადა, არ იყო. ეს მხოლოდ ჩემი ოცნება იყო და მიუხედავად იმისა, რომ არ იყო უკრაინის ომი ჯერ დაწყებული, მე უკვე გადავწყვიტე, რომ მე ეს უნდა გავაკეთო. მერე დაიწყო უკრაინის ომი, რომელმაც მიმახვედრა, რომ ბევრად უფრო ადრე გამოვა ამის გაკეთება, ვიდრე მანამდე მეგონა. ძველ ვიდეოებში მე ნათქვამი მაქვს კონკრეტულად რისგან შედგება ჩემი დეოკუპაციის პოლიტიკური პაკეტი 4 პუნქტი აქვს. და ის ძველ ვიდეოებს ცოტა ნახვა ქონდა. მაშინ ნაკლებ ანუ არ მყავდა იმდენი გამომწერი, რამდენიც ახლა და თავიდან გადავიღებ ამ ვიდეოს, ისევ მოვყვები იმ 4 პუნქტზე, რას წარმოადგენს, რას მოიცავს, რა გვექნება გასაკეთებელი. და გარდა ამ ემოციური ერთი მონაკვეთისა, რომელიც ახლა მოვყევი თან ძალიან მოკლედ, ბევრი თავგადასავალი მქონდა. ზოგი ძალიან სახალისოა, ზოგი ტრაგიკული, ოღონდ ისეთი ტრაგიკულია, იუმორნარევი. ტრაგედია და კომედია ერთად დადის ჩემს წიგნში. თავისაც მოგინდებათ წაიკითხეთ. პირობას გაძლევთ, რომ ისეთი ემოციები დაგეუფლებათ, რომ აუცილებლად მოგინდებათ აფხაზეთში აღმოჩენა, აუცილებლად.
და შეიძლება გაბედოთ კიდევაც ისე გადაპარვა, როგორც მე ვიპარებოდი მთელი ეს წლები და 21-ში ვიყავი ბოლოს დეკემბერში. იმის მერე არ ჩავსულ ვარ, იმიტომ რომ ორჯერ ვარ უკვე დაჭერილი. მესამეჯერ რო დაგიჭერთო, უკვე ციხეში გაგიშვებთო და ციხეში ცოტა ხანი ახლა არ მცალია, ციხეში ჯდომის დრო არა მაქვს. რო ვიგრძნობ, რო ციხეში ჯდომის დრო მაქვს, მაშინ წავალ და ვიქნები ცოტა ხანი ციხეში, ესეც არ არის პრობლემა. დიდი ხანი მაინც არ გამაჩერებენ, მაქსიმუმ 2 კვირა თუ დამიჭირეს. ცოტა პრობლემური იქნება მათთვის ჩემი იქ ყოფნა. მომავალ შეხვედრამდე და მე დავრგავ მანდარინები წიგნი ძალიან საინტერესოა, ყველას გირჩევთ წაიკითხოთ.